და სამხედრო საბჭო და ამბობს რომ აი მიტინგში თავყრილობაში მონაწილეობისთვის ადამიანს ცეცხლს დაუშვენს და დავწვით მე ამასაც ვიღებ თავისი პირდაპირ მნიშვნელობით და ამიტომ მე არ წავალ იქ და არ დავდგები თუნდაც იმიტომ რომ არ მომხდეს ტყვია იმიტომ რომ გარჩევა ტყვია მარიდის ვინ არის პრეზიდენტის მომხრე და ვინ არის პრეზიდენტის მომხრე თან ჩვენ გვავიწყდება ერთი რამ რომ დღეს საქართველოში არის სამხედრო მდგომარეობა და სამხედრო საბჭოს მოვალეობაში არ შედის ფოჩიანი კამფეტების დარიგება მან უნდა დაამყაროს წესრიგი ამიტომ თან გააფრთხილებს ეს ადამიანი რომ მე შენ გესწრი მაინც რომ მიდიხარ და რო დგები მე არ უნდა გქონდეს რომ ესენი დემოკრატები არ არიან სამხედრო საბჭო არ შეიძლება დემოკრატიული იყოს ეს სამხედრო საბჭო ამზადებს ნიადაგს რომ დემოკრატიული რაღაცა ცვლილებების შემდეგ მოხდეს როცა წესრიგი დამყარდება მე მესმის რომ ეს სულ საშინელებაა მე ამის წინააღმდეგი ვარ მაგრამ მე ადამიანების არ მესმის ვინც მაინც მიდიან და მაინც დგებიან რომ იციან რომ მათ ესვრიან მე გამოდიან და არ იქა მესროლეს ხო გაგაფრთხილეს რომ გესვრიან ეხლა კიდე ამბობენ რომ როგორ მაშინ ზიად გამსახურდია რო ისრო და თქვენ რატომ ამბობთ რომ აი ცუდია ზიად გამსახურდია ზიად გამსახურდია მე მიმტკიცებდა რომ ის დემოკრატია მაინც მესროდა რომ ეთქვა მას რომ ის არის დიქტატორი და მესვრის და იმას მიზანს და ამას შეიძლება მე არ დამგარიყავი და შეიძლება ბევრიც არ წასულიყო იმიტომ რომ რა ვიცი მე რეალობის შეგრძნება მაქვს და ძალიან არ მინდა მაინც და მაინც წვით დავასრულო ჩემი ცხოვრება და ბევრი სახეობა კიდე გასაკეთებელი ასე რომ მე მგონი ნელ-ნელა უნდა სიტყვების რეალობა და მნიშვნელობა გავიხსენოთ